ტრამპის ინაუგურაცია იყო იცით ალბათ და ილაპარაკა ბევრი ეს ბოლო 2 დღე და რაზე ილაპარაკა ამებს გეტყვით, ვისაც დაგეზარათ საათობით ტრამპის სმენა, მე მოусმინე და ამოწერე რაღაცები რაც მნიშვნელოვანი იყო და მაგებს გეტყვით, რომ იცოდეთ მოკლედ ამერიკის პრეზიდენტმა რებზე ილაპარაკა და რა იქნება დღის წესრიგში. პირველი მთავარი თქვა, აი მექსიკიდან რომ გადადიან მექსიკის საზღვრით, მათ შორის ბევრი ქართველი გადადის და მაგაზე თქვა რომ აღარ იქნებაო. და ძალიან გავამკაცრებთო ისე რომ ვეღარ გადმოვლენო ის აღარ იქნებაო რომ აი რო იჭერდნენ და მერე რაღაც რო ციხეში სვავდნენ მათ შორის ქართველებსაც და მერე გაუშვებდნენ ამერიკაში. ანუ ეგეთი რაღაცა აღარ იქნებაო. და ასევე თქვა იმაზე რომ დარჩებიან მექსიკაშიო ისინიც ვინც თქვა სასამართლოში აი ტოლობლებად ჩაბარება ვისაც უნდა და სასამართლოს მიმდინარეობის პერიოდში მაინც მექსიკაში დარჩებიან და მე გაწყვეტილების მიღების მიხედვითო კიდე ილაპარაკა ხო რაღაცა სისულელეები თქვა კიდე ცოტა არა ბევრი იმებზე თქვა რაღაცა ეს ემიგრანტებზე რომ ეს მკვლელები არიანო დამნაშავეებიო რაღაცა კლიპებიც აჩვენა მე რომ რაღაც როგორ ჩადიან დამნაშაულს ეს ადამიანები და ეს ქვეყნებიო ათავისუფლებენ ციხეებს და ციხეები კრიმინალებს ვიგზავნიან ჩვენო და ეს კრიმინალები შემოდიან ჩვენთანო და რაღაცა ძალიან მოკლედ ეგ ძალიან ცუდი რამეები თქვა რა და ნეგატიურად არაჰუმანურად და გასაგებია რომ შიდა აუდიტორიისთვის თქვა მაგრამ რაღაც ძალიან ამაზრზენი მომეჩვენა მე შესაბამისად ან ტრამპის ის არა ვარ ხა არც მეხოტმე არა ვარ და არც მეზიზღება ნეიტრალურად ვარ უფრო განწყობილი მესმის ბიზნესმენია ხა ეგ უფრო ვიდრე პოლიტიკოსი მაგრამ და ის ტრიუკაჩია უფრო ვიდრე თქვა სუბთად რაღაცა დიპლომატი მაგრამ ამ მოცემულობაში და ამ რეალობაში სადაც უდიდესი ტრიუკაჩები იმარჯვებენ პუტინის დამარდობით შეიძლება ესეც კარგი ის გამოდგეს რა ქვია მართველი ნახოთ არ ვიცი ხო შემდეგი რაც თქვა ახლა თქვა იმაზე კარტელებზე თქვა კარტელებს ეძახიან აი ეს წამლის ამბებზე ვისაც სერიალები გქონაყურები გეცნობათ რა არის კარტელი მოკლედ მაფია იმის წამლის მაფიაზე ნარკოტიკებზე საუბარი მაგათ ეძახიან კარტელებს და ამ კარტელებს გამოაცხადებთ იმათო რა ქვია ტერორისტულ ორგანიზაციებათო და მოსპობთ კარტელებს ან ეგეც მექსიკიდან არის ხოლმე ძირითადად და ეს მაფიოზური ორგანიზაციები და ეგ ამერიკისთვის პრობლემაა მოკლედ შიდა პრობლემაა და მაგაზე გამახვილა ყურადღება ხო კიდე ამ ნავთობის გაზის და ეს რაღაცების მოპოვებაზე თქვა რომ ისა დავაი მოვიპოვოთ და ამ მწვანე ენერგიის მანდატებზე ილაპარაკა კიდე ნიშნულობაზე ელექტრული მანქანების და განახლებადი ენერგიის და რაღაცა მოკლედ ჩვენთვის დიდად საინტერესო არა ხო შემოსულ საქონელზე გაზრდის იმ გადასახადებს ანუ ესეც რომ ამერიკაში მოკლედ ამერიკის ნაწარმოებ რაღაცაზე გავაკეთოთ აქცენტიო და ახლობთ ეგ გამოუვიდა რომ შემოტანა იყოს ძვირი და ამერიკაში ნაწარმოები პროდუქცია იყოს კონკურენტუნარიანი ნუ ეგ გააკეთა რა თქმა უნდა ჩინელებზე ძირითადად ხო ჩვენი სადაც რა შეგვაქვს იქ ხო შესაბამისად ეგეც უფრო მეტად კიდე კრიმინალზე ილაპარაკა რომ კრიმინალი უნდა შევამციროთო და ისა სიტყვის თავისუფლება უნდა გავაძლიეროთო კიდე ილაპარაკა ამ ტრანსგენდერებზე და ეს თემებზე ილაპარაკა კიდე გაუხარდებოდა ალბათ აქ იმათ კობახიძე და მაგათ ხო რომ ისა ბავშვებში ეს მუტილაცია და რაღაცები აუკრძალოთო ნუ ბუქამანდაც
ხო, ანუ კი ბატონო, ავკრძალოთოს ქესის შეცვლა ბავშვთა ასაკშიო, გასაგებია ეგ და მანდ მაგაზე ილაპარაკა მოკლედ რა, რომ ეგ უნდა ავკრძალოთ და ეხლა მივხვდი რატო აქვს ამათ ეს LGBT თემა ესე ძალიან არჩეული, რომ მაგრამ რაშია საქმე იცით, რომ იქ ამერიკაში მართლაა პრობლემა. ან მართლაა პრობლემა ის, რომ თქვა ან ბავშვობაში, არის კვლევა, რომ აი ბავშვობაში რომ სქესს უცლიან, მერე დიდობაში დიდი პროცენტული ნაწილი ამას ნანობს, რომ ბავშვობაში მიიღო გადაწყვეტილება, როცა თქვა საკმარისად ვერ აცნობიერებდა და სქესი შეიცვალა. და ეგ მართლა ლეგიტიმური პრობლემაა ამერიკაში, მაგრამ საქართველოში დგას უბრალოდ უსაფრთხოების პრობლემა ამ ხალხის და ეხლა რა LGBT თემები ხალხის დაშინება საქართველოში, რა ვიცი, საერთოდ არა რელევანტურია და მათი უსაფრთხოების საკითხი დგას და რა, ანუ უბრალოდ ხოცავენ ამ ხალხს და კლავენ ამ ხალხს და იქ სხვა პრობლემა დგას და ეხლა ჩვენთან საერთოდ არ დგას ის პრობლემა, რომ ბავშვებს სქესს უცვლიდნენ იმაში ბავშვთა ასაკში, ხო? არ არის ეგ პრობლემა საქართველოში და რითი აშინებენ ხალხს ვერ ხვდები. ხო და რა ვიცი. მაგრამ ეტყობა მუშაობს მაინც. შემდეგ კიდე რა იყო აქა? ხო, ну თავისუფალი სიტყვის იმას თავისუფალ სიტყვას აღვადგენო. კიდე ეს მნიშვნელოვანი TikTok-ის იმაზე. TikTok-ი ხო რაღაც დრო ერთი დღით უბრალოდ გაჩერდა ამერიკაში და ისევ აღდგაო, იმიტომ რომ დავაპაუზეთო ეს TikTok-ის შეჩერების პროცესიო და მე თან მოსთხოვა მოკლედ იმას TikTok-ს რომ 50% მოგვეცითო და ყველაფერი კარგად იქნებაო რა. ანუ უნდა რომ ეს სულთა ბიზნესმენურად მიუდგა რომ უჩვენოთ ხო ნული იქნება თქვენი ფასიო და ამიტომ მოდი 50% ამერიკას მიეცითო და თქვენც იფუნქციონირეთ, არა პრობლემაა, თან გვიყვარს ჩვენ TikTok-იო, აგერ ჩემი ამორჩევლები არიან ახალგაზრდებიო და მე ჩვენ გვიყვარს TikTok-იო და მოკლედ რაღაცები ილაპარაკა. აი გაქვს კიდე ტრამპს რა, რომ ესე იგი ლაპარაკობს ისე რომ 5 წლის ბავშვიც გაიგებს რემს ამბობს, მაგრამ პრობლემა იქნება რომ ძალიან რო თქვა რომ რაღაცა ისე ლაპარაკობს ახლა აი ეგეთი რაღაცები თქვათ რაც ისაუბრა აი თუნდაც იმაზე ემიგრანტებზე ხო ანუ რაღაც დამამცირებლად ილაპარაკა ძალიან შეურაცხყოფელია ძალიან და ეგ ის არის რა მაგრამ მე მესმის ახლა რომ შიდა აუდიტორიისთვის აკეთებს მაგას მაგრამ მაინც არ მიმაჩნია სწორ საქციელად მიმაჩნია რომ ადამიანმა პრინციპები ყველა შემთხვევაში უნდა დაიცვას ხო შემდეგი კიდე რა იყო აქა ხო ნუ იმაზე თქვა კიდე რომ ისაო მანდატებს იმის მანდატი რო აუცილებლობა რო არის თქვა კოვიდის ვაქცინის აუცილებლობას მოხსნიო ეგ თქვა ნუ ეგ კი ბატონო არ უნდა იყოს აუცილებელი ვისაც უნდა აიცრას ვისაც არ უნდა არ აიცრას ხო თქვა რომ აირონ დომს ავაშენებთო მთელი ამერიკის მასშტაბით ამერიკა რო იყოს დაცული მოკლედ იმის შემოტევებისგანო მაგაზე გაამახვილა ყურადღება ხო კიდე რაც შეეხება თქვა ამ საერთაშორისო პოლიტიკაზე ილაპარაკა რომ ცეცხლის შეწყდებაო ახლო აღმოსავლეთშიო და უკრაინის და რუსეთის ომზეც ისაუბრა რომ დასრულდებაო მაგრამ რამე კონკრეტული არ უთქვია რომ თუმცა რაღაც პირობასავით დადო რომ მე დავასრულებ ამ ომსო და მე ვიქნებიო როგორც ფისმეიკერიო ანუ მშვიდობის მომტანი მშვიდობის ტრედი ვიქნებიო მოკლედ ეგეთი რაღაცა თქვა მაგრამ კონკრეტული არაფერი არ თქვა და მე ჩაეკითხნენ ერთ აქ იმაში კითხვა პასუხში ჩაეკითხნენ რომ აი რაზე რო თქვითო რომ რაღაცა დავარტყავთო მის ბირთვულ ობიექტებსო მაგალითად თქვა რომ მე სულელი კი არა ვარო ეგეთ კითხვებზე გიპასუხოთო ანუ სამხედრო კითხვებზეო და ეგეთ რაღაცაზეო მე ხო აქო არ გიპასუხებთო იმიტომ რომ ესო არისო პროფესიონალური საკითხიო მაგაში მართალია მაგრამ რამე კონკრეტული მოკლედ ხელშესახების ავარაუდად არაფერი არ დევს თუმცა ისიც ფაქტია რომ თუ იმით ვიმსჯელებთ რომ ან ორი მაგალითი მოიყვანა რომ ერთი ისრაელში რომ
ისრაელი ღაზას ამბავი რომ პალესტინის ამბავი რომ დასრულდა, დასრულდა რა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით დასრულდა. ძალიან მართლა ძალიან სასტიკი ბრძოლები და სასტიკი უსასტიკესი, რომელიც შეიძლება მართლა მონაგონი იყო უკრაინა-რუსეთის ამბავი, ისეთი სისასტიკეები ტრიალებდა იქ, ეგ დასრულდა. მაგას მიაღწია, ხო, რა თქმა უნდა, ისე ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, მაგრამ მათი ჩართულობითაც. და ასევე TikTok-ის ამბავი კიდე ეგეც რაღაც მიიწერა, რომ მისი თავისი გადაწყვეტილია ეგ საკითხი. და ასეთ პონჩი გაასაღარა, რომ ეს საკითხები ეს მაგრამ მომაგვარეო და დანარჩენსაცო მივფურტაო, გავაკეთებ ყველაფერსო. ხო, და ისიც თქვა, რომ მესამე სოფლიო ომი არ იქნებაო. რაღაც პირობასავით დადო, რომ მესამე სოფლიო ომი არ იქნებაო და ისა არა ომს იქნება. მოკლედ ეს აბა ომი გინდათ გეგონება გადამღერებული იყო ის. და ეხა ძალიან გასაგებია პრინციპში რა რატომაც ეს ყველაფერი რატო აქვთ ეს ყველა ისინი დაჭერილი ამათ ოცნებას ეს გზავნილები გადმომღერებული აქვთ იქიდან ოღონდ ცუდად ეგაა პრობლემა ხო და კიდე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა იქნება როცა შეთანხმება დაიდება მოკლედ მთელი იდეაში ჩვენ დაველოდებოდეთ იმას რომ უკრაინა რუსეთის შეთანხმება რომ დაიდება და აქ ამერიკას სავარაუდოდ ძალიან დიდი ჩართულობა ექნება ამერიკას მაგის გარშე არ მოხდება საქართველოს ადგილი სად იქნება მაგ დროს მოხდება რუსეთთან თუ მოხდება ცივილიზებულ სამყაროსთან ეგ იქნება ძალიან გადამწყვეტი და მაგიტო აქ რეალურად იქ დგომას აზრი რომ ფოკუსიდან არ უნდა გავქრეთ ან ჩვენ იმიტომ რეალურად იმიტომ ვდგავართ აქციაზე რომ ფოკუსიდან არ უნდა გავქრეთ რომ თორე უბრალოდ დაიკიდებენ საქართველოს და იქნება რა ხო რაც იქნება ცუდი გრძელვადიანად განსაკუთრებით მოკლევადიანად შეიძლება ადამიანმა იფიქროს რომ რა უჭირს მაგრამ ის რომ რუსეთის კლანჭებში აღმოჩნდებით ეგ არასოდეს არ მოუტანია საქართველოსთვის კარგი არასოდეს გაიხსენეთ უბრალოდ ეს მეორე მსოფლიო ომი რომ რა უნდოდა ანუ საქართველოს იქ რა უნდოდათ ანუ რა უნდოდათ იქ საქართველოს მაშინ როცა საერთოდ არ შეხებია ტერიტორიულად და ეს ახლოსაც არ ჩაულია იმას მეორე მსოფლიო ომის დროს საქართველოსთან იმ ომს და საქართველოსთან საქართველოს ესე იგი პოპულაციის 20% გაიწვიეს ომში და იქიდან ნახევარი დაიღუპა. წარმოუდგენლად დიდი რიცხვი დაიღუპა. შესაბამისად, უბრალოდ საზარბაზნე ხორცად. ანუ რუსეთს საქართველოსთვის კარგი არ მოუტანია გრძელვადიანად და ესე იქნება ზუსტად რომ თუ საქართველოს ჩაბარდება რუსეთს კი შეიძლება იყოს რამდენიმე წელი მშვიდობა, მაგრამ გრძელვადიანად ეს მშვიდობა დიდხანს არ გასტანს და ბევრად უარეს შედეგები შეიძლება მოიტანოს. ხო, რა თქმა უნდა, არანაირად არ ვემხრობი არანაირ ომს და იმას, რომ უბრალოდ მე ვფიქრობ, რომ მშვიდობით სრულიად შესაძლებელია, რომ მოგვარდეს ეს საკითხი, რომ ჩვენ დავრჩეთ ცივილიზებულ სამყაროსთან და არა რუსეთთან მარტო. მშვიდობით შესაძლებელია ეს მოგვარდეს ომის გარეშე. ხო, კიდე რეები თქვა ახლა. ხო, მე ილონ მასკი მოიწვია, მოკლედ, ილონ მასკი ეს გუშინ 19-ის ამბებია. ილონ მასკი მოიწვია თავის შვილთან ერთად იყო და იმ შვილს მიდიო რაღაც შეუძახე ამერიკას. იმან არ შეუძახა და რავი რაღაცები იყო. ამან დიდებული ბავშვიაო და რაღაც მოკლედ დიდი არაფერი განსაკუთრებული არ იყო მან ამ ილონ მასკის შვილს იქსი ერქვა და ეს იქსი ამოვიდა სცენაზე და აი იქსი რა მაგარია მე ის კიდე გავგზავნით ასტრონავტებს მარსზეო და ჩაარჭობენ ამერიკის დროშასო და რაღაცები და დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები გვექნებაო კიდე ეგეთი იყო მე ის პატრიოტული შეძახებები დაიწყო რაღაცა გამომარჯოს გავხადოთ ამერიკა დიდი გავხადოთ ამერიკა ძლიერი გავხადოთ ამერიკა ჯამრთელი და რაღაც ეგეთები და ილაპარაკა ხო მე დღესაც გადმოამღერა მოკლედ იგივე რაღაცები რაც წინაზე ილაპარაკა ეს ყველაფერი რაც ზევით მოყვები მოკლედ ილაპარაკა და ხო კიდე რა იყო
ну რაღაცა რეფორმებზე ილაპარაკე კიდე შიდა განსაკუთრებული არაფერი და ისა არასაჭირო ომები უნდა ავიცილო peacemaker უნდა ვიყო მოკლედ ამას გააკეთა ქართველებზე რა თქმა უნდა არაფერი არ თქვა და მოლოდინი არ თქვა და ეხლა საქართველოს რა უნდა ეთქვა მაგრამ ანუ რუსეთ უკრაინაზეც კი არაფერი არ თქვა რამე კონკრეტული რო თქვათ რომ რაღაცა თქვა რომ ანუ რაღაცა ესეთი არ უთქვია ხო რაც ყველაზე მეტად თქვა ინტერესებს მან არაფერი არ იყო მექსიკის ყურეს ამერიკის ყურე უნდა დავარქვაო ეგ იყო კიდე და ხო აი გენი ლაპარაკა რა და რაღაც ამერიკის მიღწევებზე კიდე რა განსაკუთრებული ისეთი არაფერი აი ეს იყო დღევანდელი ტრამპის მოხსენებები მოკლედ თქვენი აზრით დაწერეთ საინტერესო იქნება რა მოხდება იმიტომ რომ რაღაცა ისეთ იმაში ვართ რა ქვია პირობებში და ისეთ მაღალი ენტროპიის პირობებია ისეთ დაძაბულობაა რომ ვერ გაიგებ რა მოხდება აი მართლა ვერ გაიგებ რა მოხდება ძალიან საინტერესო იქნება რა ფიქრობთ თქვენ მადლობა რომ მისმენთ მადლობა რომ გაინტერესებთ თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები და ლაიქეთ თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ მადლობა ინტერესისთვის